გახსოვთ რეკომენდაცია გაგვიწევთ ტოლვილთა და განსახლების სამინისტროში. დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილი ნანი მეტრეველი სახელმწიფო კომპენსაციის მოლოდინშია. ამბობს, რომ დახმარების მისაღებად ქურთას ადმინისტრაციაში საბუთები ჯერ კიდევ 2009 წლის აპრილში შეიტანა. თუმცა საქართველოს მთავრობის მიერ დევნილი ოჯახებისთვის გამოყოფილი $10,000 დღემდე არ მიუღია. ვერ გავიგე, დღემდე ვერ გავიგე. მე გამოვიტანე ჩემი საბუთები იმის გამო და უთხარ, რომ კონსტიტუციაში შევიტან მეთქი. მაგრამ არაფერი. დასახმარებელ ოჯახთა სიებში ის ადამიანები შედიან, რომლებიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ან უსახლკაროდ დარჩნენ, ან საცხოვრებლის დატოვება მოუწიათ. ნანი მეტრეველის განცხადება სავარაუდოდ იმ 300-მდე განაცხადს შორის მოხდა, რომელიც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ჯერ არ განუხილავს. მიმდინარეობდა განცხადების მიღება, თითოეული ოჯახების შესწავლა, ამ შესწავლის შემდეგ ხდება ამ დახმარების გაცემა. სამინისტროში განმარტავენ, რომ დახმარებები წლის ბოლომდე სრულად გაიცემა. 1700-მდე ოჯახმა ფულადი კომპენსაცია უკვე მიიღო. მინისტრ კობა სუბელიანის თქმით, ამ პროცესს ხშირად ისიც ართულებს, რომ დევნილები სარეგისტრაციო პუნქტებზე დროულად არ ცხადდებიან. ძალიან ბევრი ადამიანი არ გამოცხადდა სარეგისტრაციაში და ბუნებრივია სანამ თვითონ არ მოვა ჩვენ ახლა ვერ ვაუვლობთ. პროცესი გრძელდება, ყველა მიიღებს იმას, რაც ეკუთვნის. დევნილთა ნაწილი, ვინც სარეგისტრაციო ცენტრებს დროულად მიაკითხა და განცხადებებით ვადებით გათვალისწინებულ დროში შეიტანა, კვლავ სამინისტროს გადაწყვეტილების მოლოდინშია. ნაწილი კი მოთხოვნაზე პასუხის მიღებას სამინისტროსთან გამართული აქციებით ცდილობს.